ქოცებმა ციხის მაყურებლად და პირველ პოლიტპატიმრად დამნიშნეს. ეს ვიცი იქიდან, რომ ყოველთვის ყველაზე შორეულ საგანში, მაღალ სართულზე, დერეფნის ბოლოში ვთავსდები. საგანგებოდისია, რომ ზე არ უდგება. აქედან ყველაზე შორია ექიმი, ადვოკატი და შხაბი. საკვები და მაღაზიის შეკვეთები აქ ყველაზე ბოლოს აღწევს. აქ იმიტომაც ვარ, რომ გაშვებას ყველაზე ბოლოს აპირებენ. და თუ ვინმემ გადაწყვიტა ჩემი განთავისუფლება, ძნელად მომწვდება. ასევე ციხეს ცემენტის ქარხანა ადგას, რომელსაც ფილტრები არ აქვს. მთელი კანცეროგენული მტვერი მე და რუსთავის მოსახლეობას გვეყრება. მოწამვლის შემდეგ ამოსული თმები ხელახლა დამცვივდა. იგივე დაემართა მურთას ძოდელავასაც. დღეში ერთხელ სასეირნოდ ისეთ ვოლიერში ჩამყავართ, როგორიც ცუდ ზოოპარკში ლომები და ვეფხვები ყავთ. იქიდან მთლიანად ცემენტის ნარჩენებში ამოგანგლული ამოვდივარ. ქოცები, რომლებზეც ყვარყვარე გამწყრალია, ქვედა სართულებზე, დერეფნის დასაწყისში არიან. ამიტომ ვაპირებ აქ პალაჟენიის დაყენებას, რაზეც მოგვიანებით მოგახსენებთ. წერს სააკაშვილი.